დღეს აი შენ ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდება წინ, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ ძალიან საინტერესო მანქანის შესაძენად. ჩემი ძმები გიგა და ლუკა როჭეკაშვილი, როგორც იცით, დადიან ენდუროში, ანუ ყავთ ენდუროს მოტოციკლეტები და დადიან ტყეში და ყველა ისეთ უბედურებაში, სადაც ფეხითაც ვერ მიხვალ. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ მეც მათთან ერთად ვიარო და ყოველთვის ის მომენტი გვაქვს ხოლმე ოჯახში, რომ აი მიდი შენც იყიდე ენდურო და იცი რა მაგარ ბუნებაში დავდივარ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ცალკე რო ავიღოთ, ძალიან მაგარია, ვინც ენდუროში დადიხარ, ძალიან მაგარია, მაგრამ აქ არის კიდე მეორე ფაქტორი. ხან ფეხი აქვს ერთ მოტეხილი, ხან ხელი აქვს მოტეხილი და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ეს ყველაფერი რო ცალკე გადავწევთ, მე იცით რომ დრიფტში ვარ ჩართული და ნამდვილად არ ვაპირებ ენდუროში გადართვას. რადგან ესეთი გამოწვევა არის ჩემი ძმების მხრიდან, აი ეხლა ვნახოთ ვინ ვისაჯობებს და აი თქვენ კი ნახავთ როგორ მაგარ მანქანას ვიყიდით და მე წავალ ენდუროში თუ ჩემი ძმები გადმოვლენ დრიფტში, ვნახოთ. რა თქმა უნდა, სანამ ამ მანქანას შევიძენთ, ჩვენ უნდა წავიდეთ აუცილებლად ხადოში, ავიღოთ ხადოს პროდუქცია, ანუ კონკრეტულად ზეთები და როგორც კი მანქანას შევიძენთ, დღესვე შევცვალოთ ზეთები და მოვაწესრიგოთ ეს ჩვენი კონკრეტული მანქანა. თან გვაქვს ესეთი გამოწვევა. ეხლა არის 12:30 და დღეს საღამოს 8 საათზე ჩემს ძმას უნდა გადავცეთ ეს მანქანა საჩუქრად. უდავა გიორგი მოდის კახეთიდან და წავალთ უკვე ვარკეთილის მიმართულებით. რა ვახარ? კარგად. EOS 16 M3-ისთვის ამერიკული ვერსია ჭირდება აი ძალიან სპორტული ზეთი. რა თქმა უნდა დრიფტ კარია ახლა. ჩვენ რაცა სხვა დანიშნულებით მანქანები ნაკლებად გვყავს რა. 550 ესენი რებოსტი მანქანაში. მაგალ ტემპერატურებზე დატვირთვას გამოძლებს, სტაბილურად იმუშავებს და წნევანა დაგვიმატება რასთან. 550 გაუშვათ, ხო? ოკეი, თან როგორც ვიცი, დაგემატეთ კიდე ძალიან მაგარი ახალი პროდუქციები და ზრავის გამოსაცხები დაგვემატა, ანტიკარბონი დაგვემატა, ზრავის დამამატი დაგვემატა, ყველაფერი არის რედლაინი. ასევე შევიძლიათ დავამატო ის ფაქტი, რომ ხადოს პროდუქცია შევსებულია და მეგობრებო, შეგიძლიათ მობრძანდეთ და ძალიან გამოცდილი გუნდი დაგხვდება და შეგარჩევინებენ თქვენი ავტომობილისთვის აი ყველანაირად ზუსტ საშუალებას, რაც თქვენ მანქანას ჭირდება. სანამ EOS 16 M3-თან მივალთ, უცებ მოგიყვებით, რა ხდება ავტოსპორტში, თუ რა გადამხდა თავს. King of Drift-ის 2 ეტაპი ჩატარდა და რა თქმა უნდა, არც ერთი ეტაპი არ დამეტოვებია პოდიუმის გარეშე. პირველ ეტაპზე დავიკავე მეორე ადგილი, თან გამოვედი ჩემი განახლებული BMW E46-ით M3-ის ვიზუალზე, top 32-დან ბრძოლა ძალიან მაგრად წავიდა, ყველაფერი ძალიან მაგრად იყო. ფინალში მივედით უკვე გიორგი კოდუასთან და გიორგი კოდუასთან, ნუ სამწუხაროდ დავმარცხდით და დავიკავეთ მეორე ადგილი. King of Drift-ის მეორე ეტაპზეც ისევე 46-ით გამოვედი, თან უკვე ძრავი გავარემონტე და მეორე ეტაპზე დავიკავე მესამე ადგილი. წლის შედეგებით პირველ ადგილზე არის გიორგი კოდუა, ხოლო მეორე ადგილზე ვართ ჩვენ და წინ გვაქვს კიდევ დარჩენილი 3 ეტაპი. ხოლო რაც შეეხება GDS-ზე, პირველ ეტაპზე სამწუხაროდ ვერ გამოვედით, იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ გახსოვთ ჩემი ვიდეოდან გიორგი სარიშვილის შეჯიბრზე ჯიმხანაზე EOS 16-ზე გაგვისკდა ძრავი. აი ეს ის შეჯიბრია, მე და ჯაბა სოროზანიშვილმა ჩემი 46-ით რო ვიარეთ და ორივე პოდიუმზე რო ავედით, პირველი ადგილი დავიკავე მაგ შეჯიბრზე ჩემი მანქანით, მაგრამ სამწუხარო ფაქტი იყო ის, რომ EOS 16 აღარ ყავდა და ძრავი გასკდა. ახალი ძრავი შევიძინეთ, ისევ 6-0 ჩუგუნის ბლოკით. ნუ ეს ძრავი საკმაოდ მძიმეა და დრიფტში ძალიან გამართლებული არ არის, იმიტომ რომ წონა მაღალი აქვს, მაგრამ მე პლუს ხედავ იმაში, რომ ეს ძრავი ძალიან გამძლეა და მანამდე მე მქონდა გუგა კირვალიძის ძრავი, რომელიც იყო აი მოთლილი ბლოკით, აი მაქსიმალურად აწეული კომპრესიებით და ძრავს, ნუ პერიოდულად პრობლემები ექნებოდა ხოლმე. მოკლედ, ამ ძრავზე რაღაცებ კრიშკებს დავაფარეთ, ისქენით ძრავი ჩავდეთ და ასე შემდეგ, ოღონდ ეს ყველაფერი უკვე ხო იცით როგორ ხდება ხოლმე შეჯიბრის წინა დღეებში. უკვე შეჯიბრი რომ მოახლოვდა 5 შაბათის საღამო იყო, ავედი რაკერასთან. რომ დაგვეკოქ ამანქანა, აი ვატრიალებთ, ქოქავთ, აი არ იქოქება, პერებოი აქვს, დაიქოქება, ჩაქვრება, ოღონდ თუ დაიქოქება, საშინელ ხმაზე მუშაობს, ნუ მთელი ღამე გავათენეთ, აი ვერაფერი ვერ გავუკეთ, რაკერას არ ეცალა, ვერ ამოვიდა, აი ფარხმალი უნდა დავყარო, აი ხელს ვუშვებ და რაკერა მირეკავს თვითონ. შენი მანქანა დავქოქე, მოდი წაიყვანე. ოღონდ 3 საათია უკვე. თურმე ჩემს მანქანას ეჩალჩებოდა დაქოქვაზე და მოკლედ 3 საათია დაიქოქა ეს მანქანა. მეთქი ვარა მაგარია, ნუ უცებ აღმოჩნდა რომ გიდრავლიკიდან ზეც უშვებს, უი ხიდი ძალიან მოკლე გვიყენია, იმიტომ რომ ლილვარენისთვის
მქონდა იქ ხიდი მორგებული და საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ პარასკევს მაინც ვერ ვარჯიშობთ, მაგრამ გვაქვს უკვე შანსი რომ შაბათს მივიდეთ, სავალდებულო ვარჯიშები რაც არის, აი 1-2 გავიაროთ და დავდგეთ კვალიფიკაციაზე. მეთქი აი უეჭველი ეგრევე ავიღე ისევ ჩემი ფარხმალი და დავიწყეთ მანქანის კეთება, ეგრევე კარლოსთან მივიყვანეთ, ხიდი შევცვალეთ, გიდრავლიკა მოვაგვარეთ, მაგრამ პრობლემა გვაქვს. მანქანა არის დასანასტროიკებელი. აი გიჟივით ეგრევე ევაკუატორზე დაუდევთ, რუსთავში გაუშვით მანქანა და 11 საათამდე მუშაობდა ტრეკი და მივედით 11 საათი და 15 წუთი. სანამ ევაკუატორიდან ჩამოვიღეთ ეს მანქანა, დაიკეტა ტრეკი. შაბათს მივედით დილითვე გადავანასტროიკეთ ეს მანქანა, აი როგორ შევძათ, ხო იცი, აი უცებ, რავი, კაია. ანუ ჩაადგი, კაია. აი 2 წუთში დანასტროიკებული მანქანა რა. კვალიფიკაციაზე საბოლოო ჯამში დავიკავეთ მე-4 ადგილი, რამაც მაგრად გაასწორა. Top-4 იმავე დღეს ეჯიბრებიან ერთმანეთს დამატებითი ქულების მოსაპოვებლად. ანუ მე ვიყავი მე-4 ადგილზე, პირველ ადგილზე იყო გიორგი კოდულო და მეთქი მაგრად გამიწორდა. მეთქი დავაი წყვილში შევეჯიბროთ. გიორგი კოდულოს პატარა ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, შესაბამისად ვერ გამოვიდა, აქედან გამომდინარე გადავედი ფინალში და შევხვდი ნუკრისალიას, ხო, უკვე ნუკრისალიასთან შაბათს დავმარცხი და საბოლოო ჯამში გამომივიდა ისე რომ კვალიფიკაციაში დავიკავე მეორე ადგილი. სიმართლე გითხრა, დიდად ვაფშე არც ნერვიულობდი, იმიტომ რომ იმდენად უცებ მქონდა ეს მანქანა აწყობილი, იმდენად არც გვივარჯიშია და ასე შემდეგ. ძალიან ისე ვიყავით რომ ჩვენ მაქსიმუმს აუცილებლად ჩავდებდით და პოდიუმზე თუ ვერ ხვდებოდით, ეს ყველაფერი უფრო ლოგიკური იქნებოდა. მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ წავიდა. ფინალში კი მეორე ბადედან გადმოვიდა ნუკრისალია. პირველი გარბე რა თქმა უნდა ორივე დავდაკით სტარტზე მაქსიმალური მომზადებით, შევედით, გავიარეთ და ჟიურიმ გადაწყვეტა რომ OMT მოეცათ. ნუკრის პრობლემები ჰქონდა უკვე როგორც ლიდზე და ასევე ჩეისზე, აქედან გამომდინარე უკვე მარტივი გადასაწყვეტი იყო თუ ვინ გაიმარჯვებდა ამ შეჯიბრში და შეჯიბრის ტიტული გახდა ჩვენი. შესაბამისად დავიკავეთ პირველი ადგილი და ესე ძალიან ბედნიერები წამოვედით შეჯიბრიდან. ივნისის ბოლოს გვაქვს King of Drift-ის ღამის ეტაპი, ხო, უკვე ივლისის შუა რიცხვებში არის GDS-ის ღამის ეტაპი. გულშემატკივრებო, წინ ძალიან მაგარი შეჯიბრები გელოდებათ და ესეთ ზაფხულში და ცხელ ამინდში არ გამოვტოვოთ ღამის ეტაპი. ეხლა ავალთ უკვე 36-დან, უცებ 36-ის wide body-კიც განახებთ და გადავიდეთ უკვე იმ საქმეზე, რა საქმეთვისაც წავედით ვარკეთილში. და არ ვიცი ახლა რა საკეთებს, მაგრამ მივიდეთ. შეიძლება ახლა მანქანა არ მოგვეწოდოს, არ ვიყიდოთ და სიმსონას რაღაც უფრო მოწესრიგებული მანქანა დარჩება. ბიჭო, სათხარ, მე მანქანასთან მივედი და მოდი რა დავიბაზროთ. რამდენად მაძლევ, ყიდულობ, არ ყიდულობ, ამიხსენი მონაცემები რა და ვარკეთილში ვარ და რამდენ ხანში გაიჩნდები, აი უდავას წამოიყვანა უკვე და რაღაცას აწესრიგებ, გაწმინდა მანქანა. აი შევხედავთ რა და დაგირეკავ და მოდი რა, მაინც შენს აგვიხსენი რაღაცები. მანამდე გაწმინდა ჩიგნიდან რამე დაწვრილი. მიდი, კაი ხო, ფასზე მოუგვარდებით რა, არ იქნება პრობლემა. ამე 36 თავს რა გადაგხვდა უკვე მოგიყევით და თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს. როგორც გითხარით, ამ მანქანაზე wide body დავაყიდეთ. ძალიან wide body არ არის. კარგად გამოიყურება მანქანა და დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ჩემს 36-ზე. საერთოდ რამდენად მოგწონთ ჩემი მანქანა და ასევე რამდენად მოუხდა ეს დამატებები. ესე გავალამაზეთ ჩემი 36. უდავა მეუბნებოდა, აი ის შავი top speed-ის დამატებები რო არის. აი ეგ უფრო უხდებოდა, უფრო აგრესიული იყო და აი უდავ. ეგენი უნდა გეყენო შენ. გადავიდეთ მომავლის პროექტზე. ეს ჩვენი მომავლის პროექტიც. შორი ახლოს არის და მოდი და დაგათვალიერებინებთ. Subaru BRZ, იგივე Toyota GT86 და იგივე Scion FRS. ეს მანქანა კოპარტის სადაზღვე აუქციონზე შევიძინეთ, ძრავის და კოლოფის გარეშე ჩამოგვივიდა, იქვე გამოყვანილი იყო მანქანა გასაყიდად როგორც drift car-ი. ანუ მანქანა გადუგულია, ყველანაირი, ყველა დეტალით აღჭურვილია, უბრალოდ მანქანა საკლია ძრავი და კოლოფი, აი ძრავი და კოლოფი რო კარგი ჩავდოთ, ძალიან მაგარი პრო-კლასის მანქანა გვეყოლება. არც ისე სახარბელოდ გამოიყურება, იმიტომ რომ თითქმის არაფერი აღარ უყენია მანქანას. დავშალეთ ზედმეტი დეტალები რაც იყო, მოხსენით, გავყიდეთ. ესეთი მაგარი დისკებით და პოლუსლიკებით ჩამოვიდა. აყენია ძალიან მაგარი მოხვევის კუთხე, ძალიან მაგარი პადოესკა, ძალიან მაგარი გიდრო. დავიწყებთ ამ მანქანას და ვფიქრობ, რომ უკვე 2026 წლიდან
უკვე ამ მანქანით მიხილავთ ავტოსპორტში და ამ მანქანით უფრო მაგარ სანახაობას შემოგთავაზებთ. ბატონო გიორგი, რა სიტყვით, როდი შეუდგეთ ამ მანქანის დაწყობას? ჯერსხვები არის რიგში, სხვა მანქანებს. შენ მანქანებზე ვიდე. კი ბატონო, ჩემი მანქანები გავმართოთ და მერე. კარგით, მაშინ მერე გავესაუბროთ. როცა ესეთი გამოუვალო მდგომარეობა, ტექნიკოსის დამხმარე ხდები და ახლა დისკები უნდა გამაშკურტინოს. ესეც სანახაობას ხშირად ვერ ნახავთ, ამიტომ იყურეთ როგორ გავშკურკავ დისკებს. მეგობრებო, როგორც ხედავთ, მანქანის ძველი მეპატრონე მოვიდა. მოგვეყევი შენ ძველ მანქანაზე, რას გვეტყვი, როგორია, რა ძრავზეა? M3-ზე გვესაუბრე, რამდენად გვაძლევ ვაფშე რა? 16 M3-ია, ნამდვილი M3 ზრავით, ის კი არა გატრეინოლებული რაღაცებით რომ მოძრავებთ ხოლმე თქვენ და იდგავს. როკეტმანის აბესია როკეტფანია, კი, როკეტფანია არის, კი. დუგები არის ყველა. კი, რამე ტრუბა თუ იყო ელიავაზე, ყველა ჩასვაპეს, პოლიც მიაყოლეს, ყველაფერი დასვაპულია, და რავი, დანარჩენი რადიატორია, გაძლიერებული რადიატორი აქვს, ცხენს უგრილებს რა. ულტრათანამედროვე გადაწყვეტით არის გაკეთებული. აჰა. რატო ელევი ამ მანქანას? აი გვაინტერესებს. ნუ კაი რა, ბანზი მანქანა, ბაზარი არ არის და ერთი. ეხლა ვიცი რომ ეხლა 2000-ზე მეტი არ ღირს, მაგრამ მაინც მაინტერესებს რატო შეელევი რა? ეგეთ რაღაცებს ნუ ბაზრობ თორე დავждები წავალ. წავიდეთ რუსთავში გადამიფორმებ თუ რა უქნათ ახლა? ბიჭო, კი, კაი, რა მოყვება? თვითონ ფორდება. ბიჭო, რა მოყვება? აი მანდი მანქანა რო იყიდება ხოლმე, რაღაც ხო მოყვება რა? მოყვება, ყოვში მოყვება. ყოვში მოყვება, რომელში მოტორი გიდევს ხო? მოყვება. მოტორი მოყვება, ყოვში მოყვება. მეორე ყოვშიც დუგები მოყვება, რადიატორიც მოყვება. რადიატორი მოყვება და დისკები 1.90. რაც აყენია, ეგ მოყვება. კი, პაკრიშკები, ადრენალინი, ბრიჯსტოუნის უახლები. კაი, ძალიან დიდი მადლობა მანქანის შეთანხმებისთვის. არ ვიცი რაზე შევთანხმდით მეგობრებო, მაგრამ შევთანხმდებით. ფულიან ხალხთან შევთანხმდებით. რა, კაი, რა ძმაკაცობაში ფული რა სალაპარაკოა და პირდაპირ აგერე, გას და შეგიძლია. კაი, რაღაცა იქნება. რა შვები? რა სამშობლოს? რავი, რაღაცას ჩალიჩობთ რა. რა ჩალიჩობთ? რავი, ხარას რა. ცოტას ყველაფერს. საღამოს მოხვალ ჩემთან. ხო. დაახლოებით 8-ისკენ რა. აი ბატონო. კაი, ლუკა. კაი. აზე არ არის. 4 ხარი ჩემთან გამოდიდგო და მე ინდუროში უნდა წავიდეოდ. მეც ბულდისტალე ვატყო და აი უმზე ეგეთი აუცილებელი რატო ვარო. მე გიმოდიდგო, ეხლა რაღაცას ხდება, მაგრამ აი ზუსტად ვიცი რომ წარმოდგენა არ აქვს რეალურად რას ვაფიქრებ. როგორც მანამდე ვახსენეთ, აი ხადოს მაღაზიაში რო ვიყავით, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა სპორტულ ავტომობილში და არა მარტო სპორტულ ავტომობილში ვიყენებთ ხადოს ზეთებს. ჯერჯერობით ლუკამ არ იცის, მაგრამ ლუკას სპონსორიც ხადო არის და ესეთი ზეთები დაგვასაჩუქრეს, რომელსაც უკვე M3-ში ვასხავთ. ვისაც გსურთ ხადოს პროდუქციის შეძენა, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი Instagram-ი, მითითებული იქნება აღწერაში. უკვე როდესაც მივბრძანდებით ხადოს მაღაზიაში და აჩვენებთ, რომ Instagram-ი გამოწერილი გაქვთ, თქვენ ყველა პროდუქციაზე მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. როგორ ჩეკპირთით, ლუარენაზე ჩამოვედით, მანქანაზე რაც შევწელთ, ყველაფერი მოვაწესრიგეთ, სკამი მოვაწესრიგეთ, ზეთი შევცვალეთ, დისკები შევყებეთ, რაღაცები კიდევ გადავამოწმეთ. გვაქვს იმედი, რომ მანქანა მწყობრშია. ეხლა შევალთ და დავადუღებთ. ნახეთ, ჩემი BMW 46-ის დისკები დავაყენეთ, ეს საბურავები წინა შეჯიბრიდან არის მოხსნილი, შეჯიბრზე წან მაგარ გარბენზე შევდიოდი და ცოტა გაცვეთილი იყო და შევცვალე. ესეთ საბურავები ბევრი მრჩება ხოლმე და ესეთი დღეებისთვის უკვე ძალიან კაია. ამ მანქანით მეც გავივლი, გიოც გაივლის და ესეთი პროფესიონალი დრიფტერების შეფასებას გაიგებთ ჩვენს ახალ მანქანაზე. ლუკა, შენ კიდე ნახე, ბევრს არ გაწვალებთ რა.
შენ მანქანაზე რაღაც კითხვები რო გექნება, შეგიძლია ამ ვიდეოს უყურო და ყველა კითხვაზე გასცენ პასუხს რა. წავედით ვისრიალოთ. ძალიან მაგრად დადის. დაბლებში დიდი ძალა არ აქვს, მაგრამ მაგარი გასართობია. მაღლებში საკაიფოდ მიაქვს და კარგი ემოციები აქვს. საერთოდ სხვა ემოციები აქვს 225 სამფულზე ისეთ ყოფნის სიმძლავრე რომ არ ვიცი. ფაქტია რომ 2 ვანუსიან 3-დან 2 ესწრავი ბევრად ჯობია. გიორგ ძელაშვილი დავსვათ, მანაც გაიაროს და ხა მისი ემოციები გავიგოთ. მაგარი მანქანა ლუკა, ჩემზე მაგარი მანქანა გყავს, მგონი აღარ გჩუქნი. გონი რაღაცას დაერხა, იმიტომ რომ პროფესიონალი დრიფტერისგან ესეთ ფეილს ნაკლებად მოველით. მართალია ლიცენზია არ აქვს, მაგრამ ჩვენთვის ხო უდავა ნამდვილი პროფესიონალია. ბიჭო. რა ხდება? შენ დაგემართა რამე თუ მანქანა რჩერს? რავი, ყუმბარა გაწყდა მგონი. ჩემი კაი. მანქანა ავიძახი და არ ჯერათ. კაი, მიდი ისკენი რა ქვია. გაიყვანე რა. დაზე მოთავიდეთ რა. შეჩემა ყუმბარა გაწყდა სწორად შემოგაგდო? ყუმბარა გაწყდა შემოვარდა პირდაპირ. პრიამოი გადააჭრა. მოგიხნათ. კაი, წამოიქით ამოიყვანსა გავაკეთოთ ზემოთ. კანა რავი, თუ მოვაწრებთ გავაკეთოთ რა. ბოდიში მეგობრებო, ჩემი მეგობარი რა ყუმბარა გაწყდა? ბოდიში მეგობრებო, ჩემი მეგობარი დებილი გამოდგა, აქ პროფესიონალი მხოლოდ ერთია და თვითონ გადავარდა გზიდან. წავედით კიდევ ვისრიალოთ. მანქანა ხოცია, შევამოწმეთ, მეტი ტესტი აღარ ჭირდება. წავედით, გავრეცხოთ და ვაჩუქოთ. უკვე შემიძლია ამაყად გადავწეთ ჩემს. ლუკა, მოემზადე შენთან ძალიან მაგარი საჩუქარი მოდის. ოღონდ ერთი პირობით. უეჭველი უნდა მათხოვო. ეს 36-ია მეგობრებო, სხვა მანქანაში არ შეგეშალოთ. აქ ვართ სამეგობრო, კიდევ ველოდებით. ლუკა უნდა მოვიდეს დაახლოებით 15 წუთში. ეხლა ის გადაგვრჩენია, ჩვენ წავიდეთ, ლუდი ვიყიდოთ და ლუდით ხელში დავხვდეთ, მაგრამ აი როგორ გადავცემთ ამ მანქანას და რა ინტრიგას ჩავაგდებ, ეს კიდევ მოსაფიქრებელია. მეგობრებო, რო უყურებდით ამ ვიდეოს ხომ მოგწონდათ? ამოწერთ არხი, დააჭერეთ ერთ კნოპკას. всё, განაგრძოთ ვიდეოს ყურება. დიდი მადლობა. მოდი მირო. ბარო. აი, ერთი საინტერესო წინდა დეკით საინტერესო სიახლისთვის ყველა ამათაც არიციან. წინდა დეკით. წინ რა ვიქით წადი ვიდეოს ვიგებ. აგვეჭხი რო არ შეგიძლია ბიჭო? კაი დავამთავროთ ვიდეო. ჩემი ძმა. მოკლედ მეგობრებო, დღეს ყველამ კარგად ნახეთ ჩემი CBR 600 RR-ის განხილვა. როგორც ნახეთ, ამ მოტოციკლეთით ლილ არენაზე ვიყავით ჩასულები და
სპორტ ბაიკია, მაგრამ სპორტ ბაიკებთან შედარებით ნაკლებად დამხლელია და ჩემი მეგობრები ალბათ შოქში ჩავარდებიან. ჩვენ ამ თვის ბოლოს მე და მირიანი ვაპირებთ, რომ თურქეთში ჩვენი ახალი ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ, თლათ ევროპაში ვერა, მაგრამ თურქეთში მივდივართ ერთი კვირით, მირიანი ედვენჩერით მიდის და მე მივდივარ ჩემი CBR 600 RR-ით. ეს გვირჩია ჩემმა მეგობრებმა დავით ჭირაქაძემ და ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა, ჩემ მეგობრებისთვისაც ეს ყველაფერი. კაი, მოკლედ. გადავიდეთ რეალურად იმ საქმეზე, რისთვისაც მოვედით აქ. ალბათ ხშირად გაგიგიათ ის ფაქტი, რომ ჩემი ძმები ძალიან ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ წამოდი ენდუროში იარე და დრიფტი რა თქინდა და ასე შემდეგ რა. მაგრამ მე მაინც როგორც ატყობთ, დრიფტს ვაწვევი. ეხლა ნახოთ ვინ ვის აჯობებს. ჩემი ძმა ლუკა არის აქ. ლუკას წარმოადგენა არ აქვს ეხლა აქ რა უნდა. ლუდი უნდა დალიოს, მაგრამ ლუდის მეტი რა უნდა გააკეთოს არ იცის. ამიტომ გადახადე. მიდი. გილოცავს! ესეც ლუკას ახალი დრიფტკარი და როგორც დღეს ვიდეოში გითხარით M&M-სები ვიქნებით. მე წითელი და ყვითელი BMW-თი და მოკლედ უკვე ორმაგი ძალით ვართ დრიფტში და გილოცავ ლუკა. მადლობა. ესეთი M3 გადუგული ლუკასია, შეგიძლიათ ყველა მიულოცოთ და ლუკას ემოციები გავიგოთ რა. დავიმსახურე არ. აუ, მადლობა ძალიან. დაგვიხმულე რა, დაათვალიერე რა. აგო არის ლუკა როჭიკაშვილი ინსტაგრამის სტიკერით უკვე დაკრული არის. ეხლა მანქანა, ეგრევე სპონსორი მოყვება. ხადო უკვე როიცოდე, შენი სპონსორია, ზეთი შეცვლია, ხადო ზეთია ჩასხმო. დეფოლტად მოყვება. დუგაზეთ ლუკა როჭიკაშვილი, Z3-ის M-ის ძრავით არის, M-ია უკვე როკეტ ბანი. მიეკაც. არ არის? მაგარია. ეგრე არა, ოპ. ეს ემია ძმაო. მოკლედ, ამ ვიდეოთი გემშვიდობებით. თქვენ არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს დალაიქება, გამოწერა და კომენტარება და გადაზიარება. ეხლა კი ლუკა დატკბება თავისი ძალიან საინტერესო მანქანით. დროებით.